ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრას ახლად ჩამოყალიბებულ საზოგადოებასთან და დღეს უკვე მეორე ნაწილს განვიხილავთ. ანუ განაგრძობს ბატონი გურამი დასკვნას გააგრძელებს და მას ოპონირებას გაუწევს ბატონი ბიზნეს სამანელი. ანუ თუ მოდის დღევანდელ საზოგადოებასთან, მსოფლიო საზოგადოებასთან უკიდურესობაში ან წინააღმდეგობაში 21 წლის კონსტიტუცია. თქვენი სერვადით მე დავამთავრებ ორი წინადადებით და შემდეგ მოვისმენთ თქვენს მოსაზრებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ მიზნის განხორციელება ორი გზით არის შესაძლებელი. მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის ორი გზა არსებობს. ერთი რომ უკვე აღარ ჩვენ წავიკითხეთ, რომ მივმართავთ ხელისუფლებას და საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად ხელისუფლება მიიღოს ეს მოწოდება ნორმატიული აქტები მოიყვანოს შესაბამისობაში და მან ჩაატაროს 21 წლის კონსტიტუციის შესაბამისად არჩევნები. თუ ჩვენ ამას ესე იგი ვერ ვახერხებთ, ვერ ვქმნით იმ ძალას, რომ ვაიძულოთ მშვიდობიანი მეთოდებით, მაშინ ჩვენ ვღებულობთ გადაწყვეტილებას, რომ არსებული წესით, საარჩევნო წესით მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, ხელისუფლებაში მოვიდეთ და უკვე შემდეგ განაცხადოთ ჩვენი მიზნები. განახორციელოთ ესე იგი კონსტიტუციის შესაბამისად დაინიშნება ხელახალი არჩევნები და დაიწყება ასე ვთქვათ სახელმწიფოებრივი მოწყობა იმ კონსტიტუციის შესაბამისად. აი ეს ჯერჯერობით ეს სიტყვას გადავცეთ ბატონ ბიზნეს სავარეს. შესავალში უბრალოდ მინდა ჩემთან რაღაც შეკითხვაც ასმული. დაიბადა 1938 წლის 24 ოქტომბერს. ცნობილი ადვოკატის ოჯახში. ბაბუაჩემი 24 წელს დახვრიტეს სოფელში, რადგან ის იფარავდა ვანის რაიონში მოქმედ ძალას, პრედამაის დაემართი და იფარავდა მათ. ეს იყვნენ დაახლოებით 10 კაცი, როგორც მამაჩემი იყო. 10 კაცი იყო და ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ საბჭოთა ხელისუფლებას, მაგრამ რადგანაც უკვე ასე მომძლავრდნენ ისინი და ასე შემდეგ, გაუჭირდათ და თითო-ორი დღე ჩერდებოდნენ სანდო ოჯახებში. იცვლიდნენ რადგან ვანის რაიონში სოფელი ზეინდრიდან წარმომავლობით არ საანედან, სოფელი საანე რო არის იქიდან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ჩამოვიდნენ აქ. იცვლიდნენ და ერთშენიერ ფეს როდ ღამე ძინავს ბაბუაჩემს და ბებიაჩემს ძინავთ შვილები რა თქმა უნდა ბებიაჩემი ეუბნება ბაბუას ხოლმე თქვენ დროს რომ რაღაცა მესმის ვენახშიო რაღაცა აჩვენე მესმისო ხო და ხვალ გაიხედავდიო ეს ამბავი აი შევთქვი რა უნდა იყოს მაინც მაგრამ მე თვითონაც გაუგია როგორც მეყვება ბებიაჩემი და ბებიაჩემს ხო და შემდეგ გავიდა და რა მოიწვია ჩვენში და ნიფხა პერანგისამა. ჯოხი შევიდა და რაღაც შევიდა ვენახში. ვენახში ვერდა მართლა დაულანდია თითქოს. მე გამოძიებას ავი თვითონ ჩაატარეს რაღაცა. ხა ბებიაჩემი გამოსულა კარებთან დგას. და უსმენს ეს კი რა ხდება.
ბაბაჩი მიყვირის ვინახა მაქანე და იმერული აქცენტით რა თქმა უნდა. ხო და იქიდან ისმის როგორც მერე მოყვეს გაირკვა ეს სტროი სტრილას ბუდო. ბაბაჩი მსული არის ცოტა. ისე კი ცნობილი იყო როგორც მომლიგებელი მოსამართლე როდესაც გლეხებს ერთმანეთთან დააქვონდა მაშინ კი არ ჩადიოდნენ ბაბაჩებს მიეკითხა მომლიგებელი სხვა სოფლებიდან ამაღლებიდან ჩამოსულნა როხიდან ჩამოსულნა ბაღდადიდან მოსულან ასე შემდეგ და ასე ეცოდა გამიგზავნა ხო და ერთი სიტყვა რომელი ხარ კიდე მიდის და 1 2 და 3 ჯარისკაცი იყო და ახალის და ამაზე გაათავეს ეს იყო ეს უბრალოდ წინა ისტორია. მე მომჩემი ჩამოვიდა სტუდენტი იყო აქ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა ადვოკატობა ყველაფერი აქეთ იქით და დაიწყო ადვოკატობა და მე დავიბადე ყველაფერი აქეთ იქით მე ცხოვრობდი მელი ქაზარიანის სახლში ჩვენ ცხოვრობდით ფოტოგრაფი ჯოიანი იყო მოსართულზე და მე რამისდე და მაშინ გრეშა კოსტავა იყო სოციალური და ასე შემდეგ მე გამოაშენა ეთკივილები იყო მაგასთან ხო და ძალიან დაახლოებით დამეგობრდნენ ერთი სიტყვი იმას მოყავდა ოლიკოს მოყავდა მე რამი ჩვენთან დედაშენები მიყავდნენ მე იქ ნუ ჩვენი ასე თქვა თქვენ სიამტკბილობა იყო და ბავშვობის მეგობარი რო იტყვიან, ხო, ჩვენ გააზრებული არ ქონდა ბავშვები. სკოლამდელი მეგობრები გაგვდით, რომ იტყვიან. იქ იყო კიდევ ზურიკო შავთიძე თუ იცი, თქვენი მეზოში, ცოტა იქ ცხოვრობდა. ზურიკო თქვენი დაურეკე, გადავამოწმე მოთხარი. მერაბის ეზოში? მერაბის ეზოში, ცოტა იქ სიღარას ვაჟა ადამიანი ცხოვრობდა, აი იქ ამისული იქა. ხო და მაშ ადამიანი უმცროსი იყო ძალიან კი ბავშვი ხო ბავშვი იყო და ეს სამი ვიყავით იქა და მე დაიბადა ეს რა ქვია ვალიკივი ციციკორი აქიოდა და სახელი ახლა ეს ხელით და ერთად ვიყავით რა ყველანი ხო და მე უკვე სკოლაში მე და მერაბი მეგობრობდით და ზიანი მეგობრობდა ჯონდომეტრე აი ესე ვიყავით. სადღაც მერვე კლასში როცა უკვე ზიანი დაიწყო თავისი ეროვნული ამბავი შეერთდნენ ისინი ისე რომ მე საქმის კურსში არ ვარ. აბსოლუტურად. მე შეიკრება ეს ჯგუფი, მეც ბუნებრივია. მე არ ყოფილი არ დამდგარა ეს საკითხი რომ მე ყოფილიყავი თუ არა. ხო და მე-9 კლასში უცბად იჭერენ მათ ყველას. გოსადენე კოციას ეძახდნენ. ცოცხალია რაღაც საკითხი. მაშინ ჭარბაგად იყო იმ დროს. კი, გამი 56 წელთან დაგაში. კი, 56 წელი რო არის. ხო? ნუ მაშინ მონი ვასილმჟავანაძე იყო. კი. ხო და კონსტანტინეს ანგარიში გაუწიეს და ეს ვასი ხარუძე, თამაზ გუნჯუა ეს თელი კლასელები ვიციდნენ მან. ესენი განთავისუფლეს იქ. ნუ ერთ-ერთი მათ შორის მოღალატე აღმოჩნდა. ხო არ მინდა დავასწრო და ასე შემდეგ. ნუ ასე დამთავრდა ეს ყველაფერი მათ მე გააგრძელეს ეროვნულ მოძრაობაში. მე უკვე იმ დროისათვის უნივერსიტეტში ვაბარებ უფრო ესეთი უკვე სტუდენტურ კონფერენციებში ჩავერთე მეცნიერული მუშაობა მე პირველ კურსიდან ვარ. პირველ ჩემი ასე ვთქვათ ის იყო საკურსო შრომა, ესე იგი